თარიღი, რომელსაც ოფიციალური თბილისი რამდენიმე თვე ელოდა ევროპარლამენტის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას კენჭს 2 თებერვალს უყრის. ეს იქნება ვიზა ლიბერალიზაციის ბოლო ეტაპი. გადაწყვეტილება საათნახევრის წინ მიიღეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი უკვე შეტანილია. შეთანხმებას წინ უძღოდა წარმატებით გავლილი კიდევ ერთი ეტაპი. დღეს 45 ხმით ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტმა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ქეთევან ქარდავა ისაუბრებს ახლა ბრიუსელიდან. დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რამდენიმე კარგი ახალი ამბავი ერთდროულად გავიგეთ. დილად დაიწყო ლიბეს კომიტეტზე მიღებული მხარდაჭერით. შემდეგ უკვე მოამბეს დაუდასტურა ინფორმაცია მომხსენებელმა მარია გაბრიელმა, რომ ევროპულმა საბჭომ მას არაოფიციალურ დონეზე მისცა პირობა იმის, რომ საბჭო მზად არის პარლამენტთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს მარტის პირველ რიცხვებში. დღის ბოლოს კი პრეზიდენტების კონფერენციაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ კენჭისყრის თარიღის გამოცხადების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პერსპექტივა მარტის ბოლოდან უკვე რეალური გახადა. ამ კენჭისყრის თარიღის დანიშვნას ჩვენ ველოდებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს შესახებ საბოლოო ანგარიში დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა და ეს იყო 2015 წლის დეკემბერში. მარია გაბრიელი ამბობს, რომ ის საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს წარმატებას და მიულოცავს კენჭისყრის შემდეგაც და მას ასევე აქვს ძალიან დიდი სურვილი იმის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთვის გახდეს წინაპირობა იმის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემს კოლეგებთან ერთად მიხარია, რომ 2 თებერვლის კენჭისყრისთვის მზად ვართ. ახლა ყველა ევროპულ ინსტიტუტს აქტიური მუშაობა მოუწევს, რომ ტექნიკური საკითხები ზედმიწევნით კარგად მოვაგვაროთ. ჩვენი მიზანია საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, ამიტომ უვიზო მიმოსვლას გახსნილ საზღვრებს პარტნიორობისთვის დიდი დატვირთვა აქვს. თავისუფალი გადაადგილების ამოქმედებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. გილოცავთ ყველას. დღეს საქართველოს და ევროპარლამენტის პარტნიორობა თანამშრომლობის კარგი დღეა. ლიბეს კომიტეტმა ამ კენჭისყრით აჩვენა, რომ მიესალმება და აფასებს საქართველოს მთავრობის და ქართული ხალხის გაწეულ საქმიანობას. ამავე დროს დეპუტატების უმრავლესობა მხარი დაუჭირა ევროპულ საბჭოსთან მიღწეულ შეთანხმებას. მაქვს დიდი იმედი იმის, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოთ მოგზაურობას ევროკავშირში. ჩემი მიზანია საკითხის თებერვალში კენჭისყრაზე გატანა. საბჭომ მომცა პირობა, რომლის თანახმადაც შეთანხმება შეიძლება ხელმოწერისთანავე გამოქვეყნდეს ჟურნალში და ძალაში შევიდეს 20 დღის ნაცვლად 3 დღეში. ანუ პრინციპში საბჭომ მზად არის შეთანხმებას ხელი მარტის დასაწყისში მოეწეროს. ევროპარლამენტი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს უვიზო რეჟიმს, როგორც საშუალებას ხალხთა შორის კონტაქტის გასაღრმავებლად, კულტურული კავშირების და პოლიტიკური დიალოგის გასაძლიერებლად. მე მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევიტანეთ წვლილი საქართველოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ევროკავშირთან დასაახლოებლად. ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე მათ გასულ წელს მიიღეს და წევრ სახელმწიფოებს უკვე კარგახანია, რაც პრეტენზიები, კითხვები არ აქვთ და ამის საფუძველი არის საქართველოს მიერ შესრულებული სამოქმედო გეგმა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მკაცრად გაკონტროლდება თუ როგორ შესრულდება უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული წესები, ამიტომ პატივისცემა წესების და ვადების განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროკომისიას დაევალა რეგულაციის რეფორმირების შემდეგ თითოეულ ქვეყანაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება, ვინც სარგებლობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.